შესაძლოა 2 იანვარი ფიქრობა წავიდეთ გადავიღოთ ისე ავიდეთ გადავიღოთ tot ნახოთ რა გამოვა საერთოდ გადავიღეთ ნახოთ როგორ შეშეა ისე თქვენ კიდე არ დაგავიწერეთ რა თქმა უნდა ჩემი ახლის გამოწერა და ვიდეოს მოწონება მადლობა წინასწარ ყველას ვილოცავთ ყველას დედობას ნახეთ საუკეთესოს ვისურვებთ და კარგი რამებით დაგბედებოდეთ ავედით ახლა ჩვენ ფესტივალზე გადაკროლება გადასაფარებელი რა წყლისგან და იმიდან დავსავდა ეგეც დამაგერებული მაგრამ ისეთი ფარი იყო გუშინ ისე ინგრეოდა ყველაფერი რომ გადახადა წართ აი ფარის ეს დაიბახლა ძოლის უბრალოდ ეს ჩავედი ეს მაგარი ფარი იყო გუშინ პირველში ეგეთი ფარი double moving და საერთოდ გადახადა მოვდეს კაი ამაზოდ გამოიყურება ChatGPT-ზე პატარა ინფორმაცია ამ მოპედის Razer 125-ის შესახებ და მომწერა ესეთი რამე აიღო დაიგეთ. ძრავი დაიწყო, მოცულობა არის 125. ძრავის ტიპი 1 ცილინდრიანი, 4 ტაქტიანი, ჰაერით გაგრილებული. საწვავის სისტემა ინჟექტორი. შემდეგ მითხრა წინამუხრუთი დისკი, უკანამუხრუთი დრამი, ანუ დრამი არის რომელიც ველოსიპედში ვიბრეიტი რა. დისკი რა. დისკი არის წინა ტელესკოპური, უკანა ეთიანო ამორტიზატორიანი. ეთიანო ამორტიზატორიანი, უკანა შეფროში გონი გვაქვს ამორტიზატორიანი, უკანა უკან გვაქვს ერთი ამორტიზატორი.
ხარჯი და გამოყენება საწვავის დაახლოებით 2.0 ჩადის ან 2.3 ლიტრი 100 კილომეტრზე მაქსიმალური სიჩქარე 90-95 კილომეტრ-საათში ამ მოპედზე იდეალურია ქალაქისთვის, ქალაქში მოძრაობისთვის, საკურიეროდ კურიერებისთვის, რადგან მე მუშაობ კურიერად და ყოველდღიური გადაადგილებისთვის. პლუსები აქვს ძალიან ეკონომიურია, ვეთანხმები და ჩაჭდით მართლა ეკონომიურია. იაპონური სანდოობა, ხო, იაპონია გამოირჩევა სანდოობით. სუბუქი და მანევრული კი ბატონო, იაფი ნაწილები კი და მარტივი მოლა კი, ძალიან მარტივია მოსავლელად. ხომდა წონა არის 99-103, მინუსებიც არის. მინუსი აქვს, რომ არ არის ძლიერი, სპორტისთვის არ გამოიყენება მაინც და მაინც მოპედი ძლიერი არ არის რა, სამშობლოდ კაია. გზებზე არ არის კომფორტული, დისკომფორტია, მაგას დავტესტავ და გადავიღებ და განახებ, გზებზე წავალ ერთხელ. მაგრამ ერთზე ვიყავი, თლად გზელი არისო, მაგრამ დისკომფორტი ასე არ ვიცდები რა. მაგრამ უფრო გზებზე წავალ და კიდე მინუსი აქვს, რომ ორ კაცზე სიჩქარე საკმაოდ ეცემა. მაგრამ თუდეისთან შედარებით მაინც რაღაც დადის. ინფორმაცია ამ მოპედის შესანიშნავი მოპედია რა, მოკლედ მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მოპედით და შესანიშნავია ყველაფრისთვის. ჩემი აზრით და გზებზე ერთხელ წავალ, გადავიღებ და ნახოთ რა გამოვა. ცოტა ტბასთან შიგნით ნახოთ რა არის. Cazzo moqinullia. Şevedik. Magari moqinullia ivede jazz, aivedi. აი ნელა იზი შევდივართ ნელა შევდივართ არ წავალ ჩქარა წავ აუ აქ ვაფშე აქ არ შემოსულა იქით ვიყავი აქაც მოყინულია ეტყობა გზას მანქანებმა დატკეპნეს ალბათ და მოიყინა მოდი აბა Oh, feliz reales. Magari moqinullia. Osdava eno. სურათები გადავიღოთ. დავდოთ კამერა. რა გამოიყურება ეს? ვამზადოთ. აუწიოთ დიაფრაგმას, შათერი მოვკეტოთ, აისოც მოვკეტოთ და ჩხიბ და გადავიღოთ. აი ესე გამოიყურება. ჩავაჩვაკუნოთ. всё. აი ეს გადავიღოთ სურათი. მოდი აბა ხოდით გავიდეთ დავქოქოთ, ნახოთ რა მოხდა. ჯერხელით ელე ამბეთ თოლი არის იყო რა დაბუქსავდა მანქანა უივე რა მოყინულია აკაზო მოყინულია აჰა აჩის მიყავს
აი მოპედის პლუსი რა ადვილად აჩის მიყავს ჩემს ვიგოს აგე ხელით არ დავჯდები ცოცხალი თავით არ მინდა მომისრევდეს გავადინო ზღართანი არა აჩი არ დაჯდები ცოცხალი თავით ხო აქ აი ეგა მართალია გიგებენ პაპარაცები მე გავრისკე რისკიანი ადამიანი ვარ დაუნხილერი ვარ წა დაგელოდები ჯეორაიდერთ წავედი ოპა წაიღო უკანა ჰაჰა ოპა კიდე ჰოპ წადა ფეხები გადმოყოფილი გვაქვს და მივდივარ და ნელი გაზეთ აუ აქაც მაგარი მოყინულია ჰა გვაქვს ისინი მაგრამ მეზარება გაკეთებ ჯაჭვების სავით რაც თემუდან გამოვწერე ხამუთებია რომელიც ესეთი მეზე ამ დროს აიეცა აბასრიალ მანქანაზე გამერთო ყურადღება და მომისრიალა ფეხები სულ გადმოყოფილია ოპა წაიღო ზადან წაიღო წაიღო უკანა წაიღო ოპა კიდე წაიღო აი ეს მანქანება როი არის დატკეპნეს ისქრეს მოგად მეც გადავიფიქრე და აი ეს ხელით წავიყვან და მანქანები რო არიან მაგიტომ გადავიფიქრე ხო მეც ეგრე შვები ხოლმე